მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება შემაჯამებელი სამუშაოს გაუქმება ელექტრონულ ჟურნალში. ვნახოთ როგორ შეიძლება გავაუქმოთ მომავალ დროში ჩანიშნული შემაჯამებელი სამუშაო და ასევე წარსულ დროში ჩანიშნული შემაჯამებელი სამუშაო. პირველ რიგში გადავიდეთ ჩვენს ელექტრონულ ჟურნალზე, გავიაროთ ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავწეროთ ჩვენი მომხმარებლის სახელი ან ელექტრონული პოსტის მისამართი და პაროლი და დავაჭიროთ შესვლას. ვნახოთ პირველ რიგში მომავალ დროში ჩანიშნული შემაჯამებელი სამუშაო როგორ უნდა გავაუქმოთ. გადავიდეთ კალენდარში. ავირჩიოთ კლასი, რომელშიც გვინდა შემაჯამებელი სამუშაოს ჩანიშვნა და დავაწყაპოთ მას. ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა, რომლის ქვედა სტრიქონში წერია შემაჯამებლად გადაკეთება. დავაწყაპოთ სწორედ ამ სტრიქონს შემაჯამებლად გადაკეთება. სისტემა კიდევ ერთჯერ გვეკითხება ნამდვილად გსურს თუ არა მოცემული გაკვეთილი გადავაკეთოთ შემაჯამებლად თუ გავაუქმოთ. არჩევანი თქვენზეა, ჩვენ დავაწყაპოთ შემაჯამებლად გადაკეთებას. როგორც ხედავთ, ჟურნალში ჩვენთვის შერჩეული კლასის მარცხენა მხარეს სვეტი, ლურჯი, რომელიც აღნიშნავს ჩვეულებრივ გაკვეთილს, გადაკეთდა მწვანე ფერად. მწვანე ფერი ნიშნავს, რომ ამ კლასში ჩაინიშნა შემაჯამებელი სამუშაო. ამ შემაჯამებელი სამუშაოს გასაუქმებლად ისევ დავაწყაპოთ აი ამ კლასს. ისევ გამოვა ფანჯარა, რომელიც უკვე გვეკითხება გაკვეთილად გადაკეთება გსურს თუ არა. დავაწყაპოთ ბოლო სტრიქონს გაკვეთილად გადაკეთება. კიდევ ერთჯერ დამაზუსტებელი კითხვა გსურს თუ არა გაკვეთილად გადაკეთება. ჩვენი არჩევანია გაუქმება ან გაკვეთილად გადაკეთება. დავაწყაპოთ გადაკეთებას. როგორც ხედავთ, მწვანე ზოლი მარცხენა მხარეს შეიცვალა ისევ ცისფერი ზოლით, რაც ნიშნავს, რომ შემაჯამებელი სამუშაო გაუქმდა და ამ კლასში ისევ ჩაინიშნა ჩვეულებრივი რიგითი გაკვეთილი. ეხლა ვნახოთ წარსულ დროში ჩანიშნული შემაჯამებლის გაუქმება როგორ ხდება. როგორც ხედავთ, უკვე ჩანიშნულია წარსულ დროში შემაჯამებელი სამუშაო. დავაწყაპოთ იმ კლასს, რომელშიც გვინდა შემაჯამებელი სამუშაოს გაუქმება წარსული დროით. ხედავთ, რომ გამოვიდა ისევ ფანჯარა. გაკვეთილად გადაკეთება. დავაწყაპოთ სტრიქონს გაკვეთილად გადაკეთება. გამოდის ისევ დამაზუსტებელი კითხვა, გსურს გადაკეთება თუ გაუქმება, დავაწყაპოთ გადაკეთებას. როგორც ხედავთ, გაკვეთილი ისევ გადაკეთდა ჩვეულებრივ გაკვეთილად. დავალება შესრულებულია. ჩვენ ვნახეთ, რომ შემაჯამებელი სამუშაოს გაუქმება შეიძლება როგორც მომავალი დროით, ასევე წარსული დროით. და ეს დავალება ორივე შემთხვევაში იდენტურად ხდება. მადლობა ყურადღებისათვის. წარმატებებს გისურვებთ. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, იმისათვის, რომ მიიღოთ შემდეგი უფასო ვიდეოები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წარმატებები.